ფორმულა 4 მშვიდობის. ტრადიციულად მე და პაატა შევაჯამებთ მათე კობახიძის გამოსვლას. ამჯერად უკვე სნეტერტონზე, სადაც ჰქონდა საინტერესო მომენტები, თუმცა მანამდე სანამ ამაზე გადავალთ ამ ყველაფერზე გეტყვით, რომ ჩვენი მასპინძელი არის 3 სექტორი. ხო, საინტერესო იყო როგორც მედალიო შეგვიდი. წინა მიმოხილვიდან შემდეგი ეტაპი სწორედ სნეტერტონზე იქნებოდა და ველოდებოდი ძალიან კარგ შედეგებს. პრინციპში შეგვიძლია მაინც აქტივში ჩაუწეროთ მათეს ეს გამოსვლები, იყო რამდენიმე პრობლემა მათესგან დამოუკიდებელი და ეს ყველაფერი ავტოსპორტის შემადგენელი ნაწილია, იყო პირველ რბოლაში ტექნიკური წუნი და ამის გამო ის ასე ვთქვათ სულა გაჩერდა, ხო, რასაც ქვია, რომ ცოტა ცუდად გადაება. ხო, ყველა რბოლის დასრულება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში კიდევ ერთი ეტაპი გამოდგა, ისეთი, რომელმაც ძალიან დიდი გამოცდილება მისცა მათეს და ნახოთ, ხო, შემდეგი ეტაპი უკვე სილვერსტოუნზე იქნება ერთ კვირაში და მათე უკვე ზის ამ რითმში და შემდეგ ეტაპებზე უფრო კარგ შედეგების მოლოდინში ვართ. რაც თავარია კიდევ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, ხო, მათე რომ რუკეში იყოს მაღალ პოზიციებზე, ამჯერად ჩემპიონატში რამოდენიმე ქულა კიდე დაიმატა ჩემპიონატში, მე-6 ადგილზეა და არის შანსი რომ წინ და წინ წავიწიოთ ამ ხრივ. კი, თან შემდეგი რბოლა სილვერსტოუნზეა და სილვერსტოუნი უყვარს მათეს, როგორც ვიცი. კი, თან ძალიან ერთ-ერთი საყვარელი ტრასაა მათესთვის. საბოლოო ჯამში უნდა ვთქვათ ის, რომ იმ 3-დან 2 რბოლა მაინც დაამთავრა, თან დაამთავრა ისე, რომ რამდენიმე ძალიან საინტერესო და კარგი გასწრება ჰქონდა უკანა რიგებში და ისევ ხო საუკეთესოს მოლოდინში ვართ, სეზონი არ მთავრდება, ჯერ სულ რაღაც მე-9 რბოლა იყო, მე-3 ეტაპზე ვიყავით 10-დან და აქედან გამომდინარე შუაში უკვე ველოდებით, რომ მათე უფრო ზემოთ და ზემოთ აიწევს და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ხას ვუსვამთ იმას, რომ და გვიხარია, რომ ბრიტანულ ფორმულა 4-ში ყავს ქართველი მრბოლელი. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა Lion Trans ამ ყველაფრისთვის, რომელიც ხარდაჭერია მათესი და ის ვთქვათ, ხო, ერთი გამოთიშვა, რაც ხო მანდაც პრობლემები გადაება ერთმანეთს, ანუ ტექნიკური პრობლემის გარდა მაინც და მაინც მათეს წინ მოცურდა ის ადამიანი და მათე შეეჯახა და გაიფუჭა ფრთა, თუმცა ესეც მათესგან დამოუკიდებლად ის უფრო შეგვეჯახა. ანუ შეუძლებელი იყო იქ ვინმეს აერიდებინა ამ კონტაქტისთვის. თავი იქ მეორე რბოლაშიც იყო, ანუ დილის რბოლაში კონტაქტი და იქ ალბათ ადგილიც მონიშნა მათემ, რომ არავის არაფერს არ დაუთმობს არც ერთ ვარიანტში. ესეც ავტოსპორტის შემადგენელი ნაწილია, სხვანაირად არ გამოდის, ფორმულა 1-ში წყდება ასეთი რაღაცეები უმაღლეს მწვერვალზე და ხაზი გაუსვათ იმასაც, რომ ამ 3 რბოლაში მათემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან სწრაფია, შეუძლია ის რაც გააკეთა თუნდაც შემდეგ ეტაპზე და რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს არ არის ხომ არწივი ესე, როცა მანქანა ჩერდება ტრასაზე, ასეთ მცირე დროში შემდეგ უკვე მანქანა მოიყვანა ოპტიმალურ კონდიციებამდე და მთელი უქმეები ჩაატარა უნაკლოდ. თან ყველა მოსაგებად მიდის, ხო? ანუ 30 პილოტი არის და ერთი გამარჯვებულია მხოლოდ და მხოლოდ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ართულებს საქმეს, თუმცა ჩვენი თარგეტი გვაქვს პირველ სეზონში, რომელ თარგეტსაც მივყვებით, ანუ მათე სტაბილურია, თუ რაიმე პრობლემა იქნება, ეს მისგან დამოუკიდებლად ხდება. ტემპი არის და რაც ყველაზე მეტად მიხარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათეს არაფრის არ ეშინია ტრასაზე. არც კონტაქტის ეშინია, არც საბურავში ბრძოლის ეშინია და არც ერთი პილოტის არ ეშინია. პირიქით შეიძლება რამოდენიმე ეპიზოდის შემდეგ მათესი უფრო შეეშინდეთ 10 ვიდრე მათეს ვინდოს. და გაურისკავდა ვიტყვი, რომ ალბათ ამ 30 პილოტიდან ყველაზე ნაკლებ შეცდომას სწორედ მათე უშვებს. ტრასაზე მოკლედ დაველოდოთ ხო სილვერსტოუნს ახალი იმედებით და ნახოთ უკვე იქ რას მოახერხებს კობახიძე. ხო, სილვერსტოუნი იქნება, ესე ვთქვათ, 30-31 მაისს იქნება ტრადიციულად კვალიფიკაცია ჯერ შაბათ დღეს შემდეგ იქნება რბოლა და კვირას კიდევ 2 რბოლა გვექნება, ანუ მე-10-დან მე-12 ეტაპამდე მიიღებს სილვერსტოუნი, ეს იქნება სრულ ტრასაზე და ნახოთ იქნებ წვიმამაც დრამა შემოგმატოს და წვიმაში და გარდამავალ პირობებში მათე როგორ დადის, ეს ნახეთ წინა ეტაპზე. ნამდვილად, მოკლედ დაელოდეთ სილვერსტოუნს და დაელოდეთ მათეს წარმატებას.